გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ისევ თქვენთან ვართ. მე ილია ბარათაშვილი და ჩვენი დღევანდელი სტუმარი თამარი ქურდაძე, ფსიქოლოგი, რეგრესოლოგი და მე მგონი საინტერესო გადაცემა უნდა გამოვიდეს. გამარჯობა თამარ. მოგესალმებით, უღმესი მადლობა მოწვევისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო პატარა ესეთი მოგზაურობა. ხო, რეგრესია აინტერესებს ზოგადად ადამიანებს და მოდი დავიწყოთ ყველაზე საბაზო თემიდან, რა არის რეგრესია, რა თეორიულ საფუძველზე დგას და ზოგადად რა არის აი. ანუ რეალურად უნდა ვთქვათ ის, რომ რეგრესული ჰიპნოზი ბოლო პერიოდში გახდა ძალიან პოპულარული. ჩვენ კურსიც გვაქვს ასტროლოგოსის ბაზაზე და ეს კურსი თავიდან ბოლომდე ემსახურება იმ რაღაცა ილუზიის გაფანტვას, რაც აი ამ რეგრესული ჰიპნოზის გარშემოა და აი ხალხს დავარეკლამეთ კურსი და ველოდებით ყველა მსურველს რაც შეეხება რა არის რეგრესული ჰიპნოზი. დავიწყოთ სიტყვის განმარტებით, ხო? რეგრეს ეს არის უკუსვა და შესაბამისად რეგრესია და რეგრესული ჰიპნოზი ყოველთვის გამოიყენებოდა ფსიქოლოგიაში გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ტრანსული თერაპიული მიდგომა. რაც შეეხება ბაზას და უშუალოდ იმ ნაწილს, რაც ინტერესი იწვევს, ასე ვთქვათ, ცხოვრებათა შორისი სამყარო და წინა ცხოვრებების რეგრესია, მას არ აქვს ესეთი ძალიან გრძელი და ვრცელი ისტორია. რეგრესული ჰიპნოზის ფუძემდებლად ითვლება მაიკლ ნიუტონი და ის ჩვენი თანამედროვეა, სულ რაღაც 2016 წელს გარდაიცვალა. მისი კვლევების ეფუძნება რეგრესული ჰიპნოზი და ასევე ბრაიან ვაისის კვლევებს. მოკლედ, ეს არის თერაპიული, ტრანსულ თერაპიული მიდგომა, რომელიც ადამიანის განკურნებას და მის რესურსებზე წვდომის აღდგენას ემსახურება. გასაგებია. კარგი, მაშინ ასეთი კითხვა. ყველა ვინც მიმართავს ამ მეთოდს, ხო, ყველას აინტერესებს თავისი წინა ცხოვრების, წინა ინკარნაციის თემები და აი მე როგორც ასტროლოგს ახლა რა თქმა უნდა მე მაქვს ჩემი ხედვა ამისი, მაგრამ როგორ ახსნის შენ ამ ფენომენს, წინა ცხოვრების ფენომენს ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ეს რეალური მეხსიერება თუ თერაპევტული მეტაფორაა? ხო, აი ნახელი, ერთიც და მეორეც, იმიტომ რომ გააჩნია კლიენტს და გააჩნია რა მეთოდით მუშაობთ, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი სიღრმისეული თერაპია. აი ეს რო კარგად გავმიჯნოთ, მოდი მე თვითონ შევეხები, როგორ დაიწყეს ამ ყველაფრის კვლევა და როგორ შეიქმნა ზოგადად ეს მიდგომა. მე ვახსენე მაიკლ ნიუტონი. მაიკლ ნიუტონი იყო ფსიქოლოგი, ძალიან ცნობილი ფსიქოლოგი, თავის ეპოქაში იყო პროფესორი, ანუ საკმაოდ წონიანი ადამიანი იყო და აი ამ კვლევებს თავიდან ბოლომდე დავთვალე არც მეტი, არც ნაკლები 20 წელი, ანუ 20 წლის განმავლობაში 7-დან 8,000 ადამიანთან იმუშავა. ოღონდ ეს არ იყო აი გასაიდუმლოებულად, ასე ვთქვათ და როდესაც უკვე ამ თემებზე საუბარი დაიწყო, გიჟათაც შევრაცხეს და ბევრი რამე ქონდა, მოდი ასე ვთქვათ, გასარისკი. ეხლა აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი? მიუხედავად იმისა, რომ ის არის ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიას რა თქმა უნდა აინტერესებს ადამიანში მიმდინარე ფსიქიკური პრობლემები, მისი თვითმიზანი არ ყოფილა, რომ რაღაც თერაპიული მიმდინარეობა შეექმნა, რომლებიც წინა ცხოვრებებს ემსახურებოდა, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, როდესაც ფსიქოლოგი ხარ, ეს თემა ახლობელია შენთვის და გაინტერესებს. ეს ხდება აბსოლუტურად შემთხვევით, ანუ როგორც უკვე ვთქვი, რეგრესია არის უკან წასვლა. და როდესაც ერთ-ერთი პაციენტი მასთან მოვიდა, დაიწყო მუშაობა და მივდივართ უკან. უკან ეს ნიშნავს, რომ მივდივართ ადამიანის ბავშვობაში, იმიტომ რომ ფსიქოლოგია ეს არის მეცნიერება, რომელიც აქ და ახლა პრობლემებს იკვლევს უკან, ხო, ბავშვობაში. შესაბამისად, მუშაობის შედეგად ძალიან შემთხვევით აღმოჩნდა, რომ აი ამ უკან წასვლა გაცდა დაბადების წერტილს, ასე ვთქვათ და რენტომ და აი აუცილებლად კიდე მინდა შევეხო ბრაიან ვაისს და მიხვდები რატომ. ნახეთ, თუ ნიუტონი არის ფსიქოლოგი და შესაბამისად ეს ფილოსოფიურ, რელიგიური მიდგომები აინტერესებს, მისთვის ნაცნობია, ცნობილია, რაც შეეხება უკვე ვაისის შემთხვევაში, ბრაიან ვაისის შემთხვევაში, მისი სკოლის წარმომადგენელიც მე ვარ, ის არის მორწმუნე მართლმადიდებელი და ასევე არის ფსიქიატრი. სწავლობს ტრავმას. ანუ მას არ აინტერესებს წინა ცხოვრებები და არც არანაირი შეხება რა აქვს ამასთან. და არც იკულებს, ასე ვთქვათ, მასთანაც ძალიან რენდომ მოდის პაციენტი, იწყებენ მუშაობას, საკმაოდ ესეთი სიღრმისეული პრობლემებით და აღმოჩნდება, როდესაც იწყებენ სვლას უკან, ტრანსული თერაპიით, რა თქმა უნდა, აღმოჩნდება, რომ აი ამ უკან კიდე არსებობს რაღაცა.
და როგორ განასხვავებ, ან როგორ განსხვავდება ეს რეგრესიული სახია თუ ფანტაზია? ანუ ხო და ან ეს შეიძლება ტერაპევტს მიყავს იქითკენ, ხო? ანუ სხვადასხვა ვარიანტები არსებობს. ნახეთ, როგორც წესი პროცესს მართავს თერაპევტი, მაგრამ მართვა ნიშნავს, რომ ადამიანი აი ძალიან ეკოლოგიურად და ფრთხილად ჩაიყვანო. მან ნახოს ეს თავისი სულის მეხსიერება, ხო სულის მეხსიერება რეალურად და ამოიყვანა უკან. მართვა არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივცეთ ადამიანს მინიშნებები, ხვდები? ანუ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობ ფანტაზიაზე, პირობითად ავიღოთ გიდირებული მედიტაცია. ვიცი რომ ბევრჯერ გიცდია ეს, ხო? ანუ, ვიწყებთ, რომ რაც შეასუნთქვა, ამას უნთქვა მოდუნება და შემდეგ უკვე შენ, ანუ ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს მიყავს ეს პროცესი. ანუ, ეუბნები რა უნდა დაინახოს მარჯვნივ, რა უნდა დაინახოს მარცხნივ და შესაბამისად ის გრთავს თავის ფანტაზიას. ან ფანტაზია მართვადია, ასე ვთქვათ. და რეგრესული ჰიპნოზის დროს ჯერ ერთი ტვინის იმ სიხშირეზე ვართ ჩასული, სადაც სადღაც აი ქვეცნობიერი და ცნობიერი იკვეთება. ფაქტობრივად ძილის მდგომარეობას, დელტა მდგომარეობა ქვია ამას ვიწვევთ ცხადში. ადამიანი არის აბსოლუტურად გრძნობაზე, მას ახსოვს როგორც წესად. ნუ შეიძლება რაღაცები არ ახსოვდეს, როდესაც ემოციებს განიცდი, არ გახსოვს, მაგრამ ნახეთ, რითი განვასხვავებთ, ანუ ფანტაზია ეს არის მართვადი, რასაც მართავ შენ თერაპევტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვეუბნებით ადამიანს რა უნდა დაინახოს. ის აბსოლუტურად თავისუფალია და ეს ქვეცნობიერის და ცნობიერების საზღვარი პლუს სულის მეხსიერება თვითონ მიყავს მას პროცესი. გასაგებია. კარგი და რას იხსენებს? ანუ უფრო მეტად რას იხსენებს? მოვლენას, ემოციას, არქეტიპს, რაღაც ტრავმულ კვანტს თუ კონკრეტულად რას იხსენებენ უფრო ხშირად რა? აქ უნდა შევეხო, აი ამ სულელობა როგორ ხდება თვითონ სესიის და რას ემსახურება ეს სესია. მოკლედ, როდესაც ადამიანები იგებენ რომ ვარ რეგრეს თერაპევტი და მიმართულებით გვაქვს ეგრეთ კურსიც, აი ეს მოდიან ხომ რენდომ და მეუბნებიან რომ აი მე მინდა წინა ცხოვრების გახსენება. ესე ამუშავთ. ხო, ესე ყოველ შემთხვევაში ჩვენ მე ამუშავებ ამ მიდგომით, სხვებთან არ ვიცი როგორ ხდება ეს იკრძალება. ანუ ადამიანი მოდის ჩემთან როგორც ფსიქოლოგთან, გარკვეული წინაღობით, პირადი ცხოვრება დაუშვათ, ხო? მე ძირითადად ვმუშაობ შიშები, ფოთვები და პირადი განდევნილი მასალა, ანუ ხო? კი ბატონო, ის რაც დაბლოკილია, ის მასალა რომელზეც წვდომა არ აქვს და ნახე, ვიწყებთ მუშაობას და ნუ ხვდებით რომ არ მიდის წინ პროცესი. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება, მინდა თქვა, იმიტომ რომ შენ ახ და ახლა მე ვარ თამუნა და ვმუშაობთ თამუნასთან. ასევე აი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანთან მუშაობ, მისი ცნობიერება, მიმღებლობა, ჩვენ აი როგორც ყველგან, როგორც ვემიჯნებით ყველა რელიგიას, ასე ვთქვათ. მას ხო და შესაბამისად მერე უკვე ვწყვეთ, ჩავატაროთ თუ არა რეგრესული ჰიპნოზის სესია. მიზანი ყოველთვის არის წვდომა აღდგეს იმ დაბლოკილ რესურსებზე, რომლებსაც ადამიანს წვდომა არ აქვს. მიზანი ყოველთვის არის, რომ მისი ცხოვრება აქ და ახლა გახდეს რესურსული. ანუ მიზანი არ არის მან ნახოს რომ კლეოპატრა იყო წინა ცხოვრებაში. თავარია აქ და ახლა მივიღოთ შედეგი და დარეგულირდეს ის საკითხი, რომელზეც მუშაობ. და როგორ გონია შე რატოა რომ ან აი წინა ცხოვრებაზე როცა გონია ადამიანს რომ ჩავიდა მაგ მასალაზე წინა ცხოვრების სახეზე, რატო ეს სიმბოლოები რომელსაც ხედავს, რატო გავს უფრო მითს და არა რაღაც ისტორიულ ქრონიკას დაუშვათ? ნახე, არ არის ხოლმე ყოველთვის ისე რომ მითს გავს, ზოგჯერ ძალიან ესეთი რეალური ამბებია, ოღონდ რა თქმა უნდა უკვე კარგად დამუშავებულ ადამიანთან რომელსაც სიღრმისეულად ესმის რატო შედის ამ რეალობაში. თუმცა, აი გარკვეული ხატსახეები, არქეტიპულ მასალას, რასაც ვეძახით, არის განმეორებადი, იმიტომ რომ პირობითად მე მუშაობ ქართულ რეალობაზე და ქართული ეგრეგორი მაინც ერთნაირია, ხო, ჩვენ ერთ სისტემაში ვცხოვრობთ. დაუშვათ იმ ერთ ეგრეგორთან გაქვს ცდომა, იმ ხატსახეებთან გაქვს ცდომა და გარკვეული ისტორიები მეორდება, მე დაკითხრა, არა copy paste სიზუსტი, მაგრამ მეორდება. იმიტომ რომ თუნდაც ის არქეტიპული სცენარები, რომლებზეც ჩვენ ცდომა გაქვთ, რომლებსაც ვაცოცხლებთ, მსგავსია რაღაცით. ერთმანეთის. და იცი რა მაინტერესებს ყველაზე მეტად? ნახე, მე ხა ადამიანებთან ვმუშაობ, ხშირად მესმის, აი ვიყავი რეგრესულ ჰიპნოზე ან ხო ვიყავი, ნუ გარკვეულ სპეციალისტთან და ასე მითხრა იქ, მოკლედ ისე გამოდის, რომ ყველა კლეოპატრები ვიყავით, ყველა მეფეები ვიყავით, ჩვეულებრივ გლეხი არავინ არ ყოფილვართ და აქედან გამომდინარე მე მიჩნდება კითხვა ანუ წინა ცხოვრება შეიძლება იყოს და ალბათ არის, ნუ მე ჩემი ხედვიდან და შენ მაინტერესებს როგორც ფსიქოლოგი, დაცვა, რომელიც იცავს ადამიანს ბავშვობის ტრავმებისგან.
მესმის აბსოლუტურად რა. იმიტომ რომ არ შეიძლება ხო რა ყველა ვიყავით ხო კლეოპატრა ვიყავით ყველა ხო. როდესაც აი ჩემთან ახლა იცი რა მომრავლდა ბოლო აი 2 წლის განმავლობაში რომ ტაროლოგმა მიითხრა რომ წადიძინო ცხოვრებები ნახე. ან ძალიან ხშირად კიდე უნდა შევეხო ამ საკითხს აუცილებლად აი მოდიან და მეუბნებიან რომ მათ არა აქვთ არანაირად ნამუშევარი არანაირ თემაზე. პირდაპირ მიდიან სპეციალისტთან და აი ძალიან ხშირად რომ დასვიკითხვა ფანტაზია როგორ განვასხვაოთ რეალური სამუშაო თემისგან. აი, როდესაც თვითონ სპეციალისტი გეუბნებათ რომ მარჯვნივ დგას მამაკაცი, ან არ ვიცი, არის სახლი, ეს არ არის სრულფასოვანი სესია. ეს საერთოდ არ არის სესია. ეს უბრალოდ, აი, არ ვიცი რა დავარქვა. გადაწყვეტოს შენ მამაყურებელმა და ასევე კიდევ, როდესაც მეუბნებიან რომ მე კი ვერაფერი ვნახე სესიის დროს, უბრალოდ მოდუნდა ადამიანი ამ დროს შეიძლება ხო თქვი იმ დელტა დონეზე ეს არის ძილის მდგომარეობა. ჩაეძინო შეიძლება. კი, ხშირად მეც ჩამძინებია. ხდება ესეთი მომენტი. და მეუბნებიან რომ მე კი ვერაფერი ვნახე, მაგრამ სპეციალისტმა მითხრა, ანუ სპეციალისტი ამას არ ვერ გეტყვის. ვერ უბრალოდ ვერ გეტყვის, სტომა არა აქ ამ ფირმაში. ნახეთ, აი გასხივოსნებული ოსტატიც რომ იყოს და წვდომაც რომ ქონდეს, ყოველთვის არსებობს. როდესაც აი მე ვარ ერთ-ერთი თერაპიული მიმართულება არის არფითი და იქ არის რესურსული ტრავმა, როდესაც გრძნობ უბრალოდ ადამიანს სხვანაირად ვერ იმუშავებ, მაგრამ ყოველთვის არსებობს მაგრამ ის რასაც მე ვგრძნობ როგორც თერაპევტი დიდი ალბათობით შესაძლებელია იყოს ჩემი პირადი შეგრძნებები, ჩემი პირადი ვარაუდები, ჩემი პირადი ხედვა. ყოველ შემთხვევაში, ნუ ხო, რა ქვია, შენ ხედვაში გადის, ანუ შენი ხედვა სუბიექტურია და შესაბამისად ობიექტურ სურათს ვერასდროს ვერ მოგცემს სხვისი ხედვა. რა თქმა უნდა, ამიტომ თუმცა ისიც შეიძლება იყოს, რომ როდესაც ის თხრობს ამ ამბავს, ხო, არის აი ამ ტრანსში, ღრმა ტრანსს განიცდის, შესაძლებელია, რომ თქვენი ხედვა აბსოლუტურად ემთხვეოდეს ერთმანეთს. შესაძლებელია ველი იქმნება რა თქმა უნდა და ველიდან კითხულობ რაღაცებს ესეც შესაძლებელია რა თქმა უნდა თუმცა მაინც როდესაც სწავლობ ამ თერაპიას არის ესეთი red flag-ი რომ შენ მას ინფორმაციას არ აწვდი შენ ხარ მხოლოდ და მხოლოდ გიც ხო და მაგიტომ მე მგონია რომ აი ბევრი ადამიანის ეხლა მაგალითად ჩემნაირი ფსიქოტიპისთვის მე ყველაფერს კრიტიკულად უყურებ ეხლა დაუშვათ რაღაცა ინფორმაცია მივიღე მე მაქვს მეთოდები თუნდაც ასტროლოგია ხო რომელთაც ვამოწმებ ამ ინფორმაციას რომელიც მაქვს მიღებული ასეთი ირაციონალური გზით ხო და რეალურად მიმიღია რეალურად გადამიმოწმებია და მიმიღია ან დასტური ან უარყოფა ამ ინფორმაციის მაგრამ მე ზოგადად კრიტიკული ვარ და ზოგი ადამიანისთვის ეს არის ის რომ ანუ აი წინა ცხოვრებაში ანუ ამართლებს ამ თემას ანუ თავის დაუშვათ წარუმატებლობას წინ წაუსვლელობას ამართლებს რაღაც წინა ცხოვრების იმითი ანუ ეს ამ შემთხვევაში ხდება ძალიან მავნე იმიტომ რომ აქ და ეხლა არ არის ადამიანი და აქ და ეხლა რო არის არ არის წარმატებისკენ ვერ მიდის ხო ნახე აი ამას აი ხაზგასმით ვამბობ რომ თერაპიის მიზანი ნებისმიერი ტიპის თერაპიის მიზანი ხო ისეა უნდა იყოს იქ რომ აქ და ახლა ადამიანი იყოს უკეთესი აქ და ახლა გაუმჯობესდეს მისი ჩვენ მაგალითად ასტროლოგიაში გვაქვს მეთოდიკები რომლითაც ჩვენ ვერ განსაზღვრავთ სიუჟეტს მე-12 საუკუნეში ცხოვრობდით თუ მე-15-ში მაგრამ ზოგად პოტენციალს რითიც მოდის ადამიანი და მოდის თავისი იმ კალათით თავისი პლუსებით და მინუსებით ანუ დავალიანებით რაც უნდა დასრულდეს და სხვა დონეზე გადავიდეს ან ნიჭებით რომელიც უნდა გამოიყენოს აქ და უნდა გადავიდეს ანუ ჩვენ ამ მეთოდიკებზე ნალაპარაკები გვაქვს გადაცემაში და გვაქვს ეს მეთოდიკები ანუ ბევრჯერ გადავკვეთილ ვარ ჩვენ და ანუ ასტროლოგიური დიაგნოზი ანუ აბსოლუტურად ემთხვეოდა იმას რასაც შენ ამბობდი და ამიტომ ეს რა ქვია მესმის რომ რა თქმა უნდა უფრო საინტერესოა შენ რო დაინახავ და შენ შეგრძნებებში რო იქნება ვიდრე დავუშვათ ასტროლოგი გეტყვის რომ ეს თუმცა ასტროლოგიც რო გეტყვის თუ რეზონანსულია ადამიანი გძნობს ამას რეზონანსულია აი მე სტუდენტებს სულ ვეუბნები ხოლმე რომ როდესაც ხა თავიდან ბოლომდე რეგრესული ჰიპნოზის კურსი არის თეორიული ნაწილის გაზიარება ჩვენ გვაქვს თეორიული და პრაქტიკული ნაწილი და აი არასოდეს არ მიყვას ერთი რაღაცა თეორიის მოტყნა მტკიცებით ფორმაში რაც არ უნდა
ჩემთვის იყოს ეს რეალობა. ადამიანი აღქმა სუბიექტურია. ჩვენ ცნობიერება სუბიექტურია და შესაბამისად იმ ბევრი ინფორმაციიდან უნდა რეზონირდეს შენთან შეგრძნების დონეზე და ასტროლოგიური კონსულტაციაც ესეა ის რეზონირებს შენთან შეგრძნების დონეზე. კარმული ასტროლოგიის კურსი როცა ჩავატარე და რუკები პირადი რუკები გავარჩიეთ, ხო? ანუ ზოგი სტუდენტი პირდაპირ კიო და იმდენად რეზონანსული იყო მისი, ანუ ეს ხედვა და რა თქმა უნდა მეც მაგალითად ძალიან მაინტერესებს რეგრესი, ანუ ის რო ასტროლოგიურად ვიცი რაღაცები ერთი თემა, მაგრამ შეგრძნების დონეზე და ხედვის დონეზე ხილვადად რომ ხედავ, აბსოლუტურად სხვა არის და ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა. აი ნახე კიდე რატო აღქმა მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რესურსზე წვდომა უნდა აღდგეს, ასე ვთქვათ, ეს არის შენი შინაგანი რესურსი. და იმ პროცესში თუ ეს არ შეიგრძნო, ანუ უნდა დაიჭიროს ადამიანმა რაღაცა წერტილი, ხო? რასაც სხეულის მეხსიერებით დაიმახსოვრებს, შინაგანად შეიგრძნობს ამას. აი ასე ხდება რესურსზე და თუ ეს ანუ ვერ დაინახა, ვერ შეიგრძნო. მდგომარეობა უნდა დაიჭირო, მდგომარეობა უნდა დაიჭირო. მდგომარეობა რაც აქ და ახლა მას არასოდეს არ განუცდია, ასე ვთქვათ. ხო, ეს არის ყველაზე საინტერესო. და მითხარი, არიან თუ არა ესეთი ადამიანები, ვისთვისაც რეგრესი არ არის სასურველი. ან სახიფათოა დაუშვათ. კი, აი ნახე, დიაგნოზები როდესაც გვაქვს პიროვნული აშლილობის. მე არ ვამბობ, რომ კონკრეტული რაღაცის შიში. აი კონკრეტული აშლილობების დიაგნოზები პიროვნული და ფსიქოლოგიურიც რა თქმა უნდა ამ დროს არ არის რეკომენდირებული ჩატარება, იმიტომ რომ დერეალიზაციის დროს მაგალითად ხო ისედაც აღქმები ძალიან ისეთი ბუნდოვანია და პირიქით შეიძლება დააზიანოს ადამიანი. უბრალოდ მე იმიტომ გკითხე ეს რომ მე მინახია ასეთი სიტუაციები, როცა ადამიანს აქვს რეალურად ფსიქიური აშლილობა და უფრო ღმათ მიდის თავის ფსიქიურ აშლილობაში აი ამ თემით. და მითხარი კიდე, ანუ რომელ თემებთან მუშაობს ყველაზე კარგად? აი მეთოდი რა, აი შიში, გამეორებათი სცენარები, ანუ ნებისმიერთან, აი ნებისმიერთან მე ხო ვთქვი, ანუ სცენარი ურთიერთობის რეგრეს თერაპევტისა და მისი პაციენტის თუ კლიენტის არის შემდეგნაირი. მოდიხარ კონკრეტული წინააღმობით. მაგალითად ვერ ალაგებ პირად ცხოვრებას. შეიძლება იყოს ფინანსური ნაწილიც, ხო, ვინ რაზეც მუშაობ. კონკრეტული შიშები, რომლებიც აქ და აქ არ განგიცდი. აი, როდესაც ანუ რეგრესია ცვლის ამ განწყობებს, ანუ აი არც ქართულად არ ვიცი, როგორ ქვია სპორკის წერტილი ქვია რუსულად, ქართულად არ ვიცი რა ქვია. აღქმის კასტანეტას ამბობ, ხო ესეა? აღქმის წერტილია მე მგონი ქართულად, ხო? აი ამისი, კი, რეგრესია ცვლის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნახე, აი თავარი რა არის, აი გვაქვს ხოლმე ესეთი მეთოდი არის, როდესაც ჩვენ ტრავმით მუშაობთ, ამას აუცილებლად ჭირდება ფსიქოლოგიური განათლება, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში და არის როდესაც მიყავს ადამიანი იქ აი წინა ცხოვრების ერთ-ერთი სიუჟეტი, სადაც ის აბსოლუტურად რესურსული იყო და აბსოლუტურად დალაგებული იყო იმ საკითხში, რასაც ახლა ვერ აღარქებს. ესე ძალიან საინტერესო პროცესია, ტრავმის გავლით არა, პირიქით. აკეთებ იმ შეგრძნებებს ის შესვლას, რომ ახლა დაიჭიროს ადამიანმა. აი აქაც რა კარგად ჩანს ნახე, რომ თვითონ უნდა აღიქვას, თვითონ უნდა შეიგრძნოს, თვითონ და როგორ დავუშვა შენ თუ ხედავ, რომ იქით არ მიდის და ის ვითომ ის რასაც იხსენებს ეს ტყუილი სცენარია, ამას როგორ არეგულირებ, ასე რომ ვთქვათ? ხო, პროცესს აქვს თავისი მართვის მექანიზმი, მოდი ასე ვთქვათ და გააჩნია ძალიან ხშირად აი მაგალითად სუნთქვის შენელებით შეგიძლია რომ დააბრუნო. არის კიდე სიუჟეტი, როდესაც კარში შეკავს და უბრალოდ გადაიყვანო სხვა ის საფეხურზე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თუმცა ნახე თუ კი სწორად არის ნამუშევარი ადამიანთან ესეთი რაღაცები ხდება იშვიათად. აი პირველად რომ მოდიან თავიდანვე რომ უნდათ, აი ხდება ძირითადად ეგეთი რაღაცები. მე არ ვიღებ ესეთ ადამიანს, მაგრამ ხო გასაუბრების მომენტი, ხო გვაქვს დიაგნოსტირების მომენტი და იქ უკვე გაუგნებიან, რომ მას არ ჭირდება კონკრეტულ საკითხზე მუშაობა, იმიტომ რომ მან უკვე იცის, უბრალოდ შეუნდა დაუდასტურო ეს და ესე ხო, მაგრამ ნახე ყველას ის აქვს, ნახე ანუ არსებობს კულტურული შტამპები, ხო? ანუ არსებობს იქ ეგვიპტე, იქ რა ქვია რომი, ატლანტიდა, რა ვიცი, მილიონი კულტურული შტამპი არსებობს და ისე ხო, ნიმფები და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, არავინ არ იხსენებს არასდროს, აი რომ სიდუხჭირეს არ იხსენებს, ავადმყოფობას არ იხსენებს. ანუ მე არ შემოხვედრია ყოველ შემთხვევაში. ვინ შემოხვედრია ყველას რაღაცა, ან ეგვიპტელი იყო, ან რაღაცა ასეთი იყო. პირველ სესიაზე ხოლმე, პირველ რეგრესიაზე მაინც აქვთ ხოლმე გადახრა, რაღაც ეს გვირგვინი თავზე ყველას სიამოვნებს, მაგრამ კიდევ ამბობ, სწორად ნამუშევარ ადამიანთან, რომელსაც უკვე შენც გრძნობ და თვითონაც
გრძნობს, რომ აქვს მზაობა ამ თერაპიის მიმართ, ესე არ ხდება და ჩვენ ძალიან ჩვეულებრივ სიუჟეტებსაც ვიხსენებთ. მათ შორის არც თუ ისე სახარბიელო სიუჟეტებსაც, თვითმკვლელობებს, მკვლელობებს და კი, არის ძალიან სტანდარტული სიუჟეტები, იმიტომ რომ აღარ მახსოვს მე მგონი ილია ჭავჭავაძის სიტყვებია, ერთი მაქვს ჯობი 1000 მქონდეს, ერთი ვარჯობია 1000 ვიყავის და ამას ყოველთვის ვამბობ კიდე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყავი. მნიშვნელობა აქვს რა წამოიღე იქიდან, რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რომელ რესურსებს იყენებ და აქ და ახლა რამდენად იაზრებ რა არის შენი სამუშაო თემა. კიდე ხო არ შეგიმჩნევია ასეთი რაღაცა, რომ თითქმის ყველა კარმული კავშირები ასახავენ აწყოს ურთიერთობებს. კი. ანუ სიუჟეტი გამეორებადია. ჩემ თავზე მაქვს შემიძლია ვთქვა იგივე. მეც ჩემ თავზე შემიძლია იგივე ვთქვა და გარშემომყოფ ადამიანებზე რომ ერთ-ერთში გამეორდა კარმული სიუჟეტი, ოღონდ განსხვავებით საუკუნეებისა. განსხვავება საუკუნეს სახელები და გვარების. ხო, სახელები, გვარები. კი, აი მე მაქვს ეგეთი, აი უფრო ღიავ საუბრობ ხოლმე ჩემ სიუჟეტებზე, იმიტომ რომ აი მუშაობა კლიენტთან ძალიან ინტიმურია ჩემთვის და ძალიან ვფრთხილდები ხოლმე, იცი შე. არა, მეც ჩემ თავზე დააღიათ ლაპარაკო. მე ჩემ თავზე ხუმრობ ხოლმე რომ 10 საუკუნე ქალმა ვერ გაიგოს რა უნდა დამუშავოს. ხო, მეც რაღაც ასეთი მაქვს რა, ძალიან ძველი კარმა და ძალიან ხო და მაგრამ ერთი თემა ეხა მე წლები ხო ვერ ყვეოდი ამ სიტუაციებში ასტროლოგიურად, კარმულ სიტუაციებში და ძალიან დიდი სამუშაოა ჩატარებული, მაგრამ მეორე თემა უბრალოდ რომ რაღაც მომენტში ისე დადგა ენერგია სამყაროში, რაღაც მომენტში ეს ინფორმაცია წამოვიდა. და აი ნუ დამემართა ანუ ასეთი ცხადი რეგრესი, არ შევსულა რეგრესში, უბრალოდ წამოვიდა ინფორმაცია და უბრალოდ დავიწყე სურათების დანახვა. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი შოკი, ასეთი ცხადი სურათების დანახვა, მაგრამ მე დავიწყე გადამოწმება, მე ხო ის საერთოდ არ მჯერა არასდროს. ხო, არასდროს არ მჯერა, ხო და ის რა ქვია, დავიწყე გადამოწმება რა და ისეთი რაღაცები გავიხსენე, რაც აქ ხალხი ვიცანი ამ ინკარნაციაში, ვისთანაც იქ მქონდა გადაკვეთა და რომ დავიწყე ამის გადამოწმება ასტროლოგიურად, ხო, ყველგან მივიღე ძალიან საინტერესო დადასტურება, ხო. აი, ესეც საინტერესო თემაა, რომ კითხულობენ ხოლმე საშიშია თუ არა, საშიშია თუ არა. როგორც უკვე აღნიშნე, ეს არის ტრანსული თერაპია და როდესაც შენ ამბობ, რომ მე არ ვიყავი რეგრესში, ანუ შენ არ იყავი, ასე ვთქვათ, თერაპევტთან ერთად არ მუშაობდი, მაგრამ ტრანსი ეს არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. ჩავფიქრდი, ოცნებაში წავედი, ეს არის ტრანსული მდგომარეობა. ანუ ამ ტრანსს ჩვენ ყოველდღიურად ბუნებრივად განვიცდით. ამიტომ საშიში არ არის ინსტრუმენტი, მაგრამ საშიში შეიძლება იყოს ის, ვინცაც ხელში უჭირავს ეს ინსტრუმენტი. ხო, ყოველთვის ასეა. ეს არა მარტო რეგრესი, არა მარტო რეგრესი, მედიცინა, ასტროლოგია, ხოლმე ყველა ინსტრუმენტი არის საშიში, არა აქვს მნიშვნელობა. ხო, არა ეკოლოგიური პროფესიონალის ხელში. ანუ შეუძლია ჩავთვალოთ რეგრესია როგორც ცნობიერების გაფართოების ინსტრუმენტი. და ძალიან დიდი და მე ვიტყვი ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური ინსტრუმენტი იმისა, რომ ადამიანის ცნობიერება გაფართოვდეს იმისთვის, რომ აი რაღაცნაირად ჩარჩოდან გასვლა მოახერხოს ადამიანმა და მთლიანი სიუჟეტი დაინახოს. მე ვამბობ ხოლმე, რომ აი, როდესაც მივდივართ უკვე რეგრესიამდე, აი აბსოლუტურად სხვა ტიპის სამუშაო იწყება. რაღაცნაირად, აი, ამ ყოველდღიურობიდან გადასვლა სადღაც სხვა სიუჟეტში, ოღონდ მიზანია, რომ ეს ყოველდღიურობა დაალაგო და შემდეგ აი მართლა პაზლებივით იწყებს ხოლმე რაღაცები დაალაგებას და რაც მთავარია, ისევ ამას ყოველთვის ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება. გაფართოებული ცნობიერებიდან სხვანაირად. შენ როდესაც მუშაობ ადამიანთან, შენ თვითონ როდის ხარ კმაყოფილი შენი მუშაობით და როდის ხარ, ანუ შინაგანად დარწმუნებული, რომ გახვედი შედეგზე, რა უნდა დაინახო პაციენტში, რომ მიხვდე, რომ ამ ეტაპზე გახვედი იმ ჩაფიქრებულ შედეგზე. ხო, ეგ რაღაც ესეთი step by step საფეხურებად გქონდა, იმიტომ რომ როცა დამწყები ხარ, გადარჩენლის, აი ძალიან ძლიერი ინსტინქტი.
და როდესაც ადამიანი მოდის შენთან და გეუბნება რომ მე ბევრად კარგად ვარ, მადლობა და ასე შემდეგ, მე არ ვიყავი ხოლმე კმაყოფილი და რომ გინდა რომ კიდე რაღაც. მაგრამ როდესაც უკვე რაღაცნაირად ჯდები ამ ყველაფერში, გამოცდილებას აგროვებ, ახლა ჩემთვის მთავარია ხოლმე რომ ხდები რომ ასე მიხტომით არ ხდება, ხო? რეალურად თვითონ ადამიანი თვითონ გრძნობდეს თავს კომფორტულად, გრძნობდეს თავს უკეთესად და ხედავდეს რომ რეალურად მის ცხოვრებაში რაღაცები ლაგდება. ხო, მე მგონი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დღეს საერთოდ ძალიან გაპოპულარდა რეგრესიც, ფსიქოლოგიაც ზოგადად, იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ ცხოვრება გახდა გაცილებით უფრო სტრესული, ვიდრე იყო, გაცილებით უფრო მრავალფენოვანი და ფსიქიკაც ჩვენი უფრო ასეთი მარტივი აღარ არის, მრავალფენოვანი გახდა, ბევრი შრი აქვს და ადამიანები მუდმივ სტრესში იმყოფებიან. კი, სტრესი ეს არის ბუნებრივი ჩვენი განვითარებისთვის, იმიტომ რომ დუალურია ადამიანის ბუნება ისედაც და დაპირისპირების და სტრესის გარეშე ვერ ვითარდება, სხვა შემთხვევაში ძალიან მშვენივრად კომფორტში დავჯდებით და არ გავინძრევით, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ვეღარ ვერევით ამ სტრესებს, ხო, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც სოციალური პირობები, ხო, არიცი ხვალ რა იქნება, ხო, არიცი ხვალ რა იქნება. ხო, თუმცა არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, ასეთ ქვეყნებში, არამედ ევროპის ქვეყნებში, სადაც მეტნაკლებად სოციალური მხარე თითქოს და ხო, თითქოს საიმედოა, ხო, იქაც ძალიან ის არის, იმიტომ რომ 21 საუკუნეა და განსხვავებით მე-15 საუკუნესგან, გართულდა ცხოვრება ძალიან სწრაფი. მეტი უნდა მოასწრო, ბევრად მეტი უნდა გააკეთო, მოთხოვნილებები გვაქვს ძალიან გაზრდილი. ხო, თუ დაუშვათ ჩემ ბავშვობაში, ხა, ვინმე ფსიქოლოგი რო ითქვა, რა თქმა კაცო ფსიქოლოგი, 5000 მეგობარი მყავს, 5000-ზე რა დავჯდები და ვესაუბრები, რა თქმა ფსიქოლოგი, მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ უბრალოდ საუბარი უკვე აღარ არის საკმარისი, უბრალოდ ზოგჯერ ისეთი პრობლემები აქვს ადამიანს და თან კიდე პრობლემების გარდა ისედაც ცნობის მოყვარეობა გაზრდილია და ინფორმაციულ ველში ვცხოვრობთ და გაინტერესებს. მე ხა პრობლემების გულისთვის მაგალითად არასდროს არ მიმართია იმისთვის, რომ მინდა წინა ცხოვრება, მაგრამ კითხვები მიჩნდებოდა, ნახე, კითხვები მიჩნდებოდა, რომელსაც ვერ პოულობდი პასუხებს აქ და ეხლა ვერ პოულობდი პასუხებს და პროცესში გადაყავს იქ. აი, კარგი, თამნა, დიდი მადლობა. მე მგონია, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. დავემშვიდობოთ ახლა ჩვენ მაყურებელს და კარგად იყავით. ნახვამდის.